გამარჯობა. ამისაეცხის მანქანას ველოდი პირველის ნახევარი. სავარაუდოდ პირველისთვის გამოირთვება. ოღონდ ეს ეგრეთ წოდებული მეთვები დამემუხტა. ხალიჩაზე და საგებზე რატომღაც აი აქ გამათბობილთან მინდოდა ყოფნა. იმიტომ რომ ჩემი ხალათი გარეთ კიდია და ცივა. იმიტომ რომ დაბლა მომიწია რამდენჯერმე ჩასვლა. ეხა შემოვიტან აქ ჩემსასაც და ლაშას ხალათსაც. აქ დავკიდებ. და გაშრება. ეს დღეები, როდესაც ძალიან ცივა და ყინვები იყო, მარტო კი არა მთლიანად ყველგან საქართველოში და აქაც ხო, მოკლედ არ არის იმ ხელა გამათბობელი, რომ დაძლიოს მთლიანი სახლი. თან მიუხედავად იმისა, რომ ის არის კიდევაც რა შეკრული არაა სახლი, ბევრჯერ მეთქვია. ორი ოთახი. და ისა ვერძლებდა და სულ გამათბობელთან ვისხედით მოკლედ. და ღამე არ ვთავთ, უკვე რამდენი დღეა, ამ კვირაზე მეტია ღამე არ გამოგვირთვია. იმიტომ რომ მე კედლებიც რო ცივდება, ძალიან სწრაფად კიც იმაშობა, მაგრამ მე იორთქლებს, მე ნესტია უარესი და მოკლედ. ხო და დღეს არის ეგეთი დღე, რომ თან რო ხალათი გავრეცხე, ეხლა ვზივარ გამათბობელთან. შიგნითან ეხა ჩავიცვი კიდე პიჟამა ქვეშ. იმიტომ რომ ფულესიერი და ძალიან თბილია და უხალათობას საღამოხანს გამიწევს. და რატო ასე გვიან, რატო ვრეცხავ. ჯერ მეშინია კი, რომ შუქი ჩაქრება და მთელი დღე და კაცმა არ იცის, მთელი ღამე და კაცმა არ იცის კიდე მთელი დღე, შეიძლება შუქი არ იყოს. ხო და იმიტომ რომ საშინელი ქარი. ღმერთო საშინელი ქარია გარეთ. დიდი ბაკები, აი რა ვიცი, რამდენი ლიტრიანი ბაკები კი ატარა წინ და უკან. რაღაცა უაზროდ ცვივა ნივთები სადღაციდან. და ისეთი ქარი იყო დაბლაპადულის კარები რო იყო ღია. ხალიჩას ქვემოდან მაღლა წევდა. ეხა კატებს ვაჭამე, პატარებს შევიყვანე და პადუალში და გავდაუკიდე კარები. დაახლოებით ამ გამოთბობლის დაბლა წვანან აი ამ ადგილას წვანან ზუსტად ეს ადგილი ხო თბება. და მაგაზე კოჭთან წვანან, ზეცხედან და წვანან. ეს კი აკვის. ამასაც რო ვაგდებ ხოლმე გარეთ, აღარ ვაგდებ გარეთ, პადუალში ვსვავ ხოლმე და გოგოებთან ერთად იცინებს. ამას აქვს იმის უფლება, რომ სახლში იყოს იმათ არ. ამან იცის ქსევის წესები, იმათ არ. ნელა მიჩვიან ისინიც. არა უშავს. დღეს ნინოს უთხარი, რომ მეთქი მაკატებს აღარ გავაჩუქებ და უბედნიერესი. ხო და რატო ვერეცხავ ესე გვიან? წყალი მოვიდა. აბსოლუტურად პატარა ვედრით ამოფხიკეთ დღეს. ბოლო გავავსეთ აბანოში მდგარი ბოჭკა, რომ დამერეცხა, ორი ხალათი გამერეცხა. და როგორ გავრეცხა, გაინტერესებთ? 20 წუთიანზე დავაყენე. უბრალოდ აი ტვერი,
ბოლი, სუნიაირო მას ვანთებთ ხოლმე აბანოს და რაღაცა ეს რო გასვლოდა. ჭუჭყიდა რამე კი არის. ამიტომ 20 წუთიანზე დავაყენე, რომ თან წყალი უნდა ცოტა. და გავრეცხე და მე ვფიქრობდი, რომ ეხლა რომ არ მოვიდეს კიდე რა გვეშველება. თუმცა იმის შესაძლებლობა არის, რომ მოვატანინო და ანუ იყიდო რა. პიკი იყო უკვე. პიკი. და მოვიდა. იმ ვითომ 24 საათიანზე წყალი მოვიდა. აუ მესმის დედასგებიცები ძალიან მაგრად მესმის, რომ კეთდება და არ იქნება 24 საათი ჯერ კიდევ თუ იქნება საერთოდ. მესმის რომ კეთდება, მესმის რომ მოუწევთ დაკეტვა, მესმის რომ ხან მოვა და ხან არ მოვა, მაგრამ ამას ხო ვერ შეეგუება ადამიანი. წყალია, წყალი, რომელიც ყველაფრისთვის საჭირო. საჭმელი, სასმელი, სარეცხი, დალაგება. 10 დღე რო არ მოვა. იმიტოა რომ სარეცხი ჩემს სახში არის სულ გამოულეველი. არ მახსოვს ბოლოს, როდის იყო 2 კალათა ცარიელი. არ სულ სავსე კედლებზია ეს ფენაფენ. მესმის რომ კეთდება და პერიოდულად კეტავ. აკეთე, ამოწმე. გრაფიკი მაინც გქონდეს, რომ აი მოვა. ამ დღეს და ამ დღეს. ძალიან საშინელი. ძალიან. თან ეს შიგნით ბოჭკა პატარა და ხშირად გვიწევს ხელით ჩასხმა. ცალკე ეგ მაცლის თირკმელი. ძულს ზამთარი როგორ ძულს. ეს ზამთარი გადავალახი. ეხლა უწყლობას ვერ ვეგუები. ახალი ამბავი. თემუზე შეკვეთა გავგზავნე. სხვადასხვა ისეთი არაფერი. ივანეს უნდოდა ბენდენა. ცეკვაზე რომ მიდის ხოლმე იკრავს თმას. რატომღაც თავის თავზე ტესტავს, რომ ჯერ გრძელი თმა უნდა და გრძელი ხა ისი არა. და თმას იკრავს ხოლმე ბენდენით და თავის ძმაკაცმა ათხოვა ბენდენა. და ბაზრობაზე რომ ვიყავი, არც გახსენებია მაგას და არც მე თორე უნდა მეყიდე. ამიტომ აი არ ვიცი საიდან თვალი მოვკარი თემუზე. და შევკვეთე თუ არ ვწდები 6 ცალი იყო სამლარად. ფასტაკლებით. და ერთი ძალიან მომეწონა, ძალიან ჩემთვის. მე ადრე ვხმარობდი ხოლმე სხვათა შორის. ეს რაღაცნაირად გადავკეცავდი ხოლმე და ამ ადგილას როგორც თმის ამაგრი რა მაგ ფუნქციით და ძალიან კარგი. უნდა ვიხმარო კიდევაც. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცით მომენატრესავით. რაღაცა ეგეთი ერთი ცალი ყვითელი მქონდა ხოლმე. უნდა ვნახო ერთი და ხვალე დავტესტო ერთი როგორ იქნება. თუ ჩამოვიდა ეს, ხო კიდე რა გამოვიწერე. ბარბარის გამოვწერე ტუჩის ფანქარი, თუმცა იქამდე ბაზრობაზე წავალდი, იქაც ვუყიდი და შეიძლება ეგ მე დავიტოვო. ტუჩის ფანქარი უნდა ხოლმე უფრო ცეკვისთვის. ხო და გავუთავდა. კაი ფანქარი ქონა, არ ვიცი, ალბათ მე ვუყიდე ეგეც. წელიწადზე მეტია მააქო და გამითავდა. ვაი დედა. კურსასმნები გამოვიწერე, ერთი ივანესთვის, ერთი ჩემთვის. სხვათა შორის ზოგადად ხო იცი ტექნიკებთან ვერ არის თემუ კარგად.
ანუ იმ ხრივ რომ ტექნიკა უნდა იყიდო შენ თვითონ ერთ-ერთზე. მაგრამ ჩემ მეგობარს ქონდა გამოწერილი თვეებია უკვე მაქვს 10 ლარი მევეციო. უსადენო ყურსასმენები რო ხო იც თავის იმაშიოდე. თუ 12 ლარი ეგ. მას ეღირდა ზუსტად 10 1 10-იანია 1 12. მგონი იოანესი 10-იანია და ჩემი 12-ია. არ ვაპირებდი შეკვეთას, მაგრამ TBC ბარათზე გადავამოწმე თანხა. თუ მაქვს მეთქი რამე ისეთი აი დამრგვალებული რო არ იყოს და ცალკე იყოს რა, ანუ იმ სავსე რაღაცა გარკვეულ თანხას რო არ მოვაკლდეს, იმიტომ რომ თურქეთისთვის ვაკროვებ იცით თქვენ. აღმომაჩნდა. ხო და რადგან მინდოდა ესეთი რაღაცები აფთიქდა შევკვეთე. და რატომღაც ეს თემის unboxing-ი რაღაცა მომენატრა. არ ვიცი, ხვალე დაეწერება ალბათ რომელი კომპანია წამოიღებს, თუმცა ადრე რომელი კომპანია მას 28 და 32 დღეში ჩამომიტანა, მაგ კომპანიამ ჩამოიტანა ახლა მე-10 დღეს. და მაგას რომ მოაქვს ხოლმე, კურიერი არის მარტყოფელი წარმოშობით. კაცი. და იცის ხოლმე უკვე სადაც აქზემოთ უბნიდან არის თუ რაღაცა ეგეთი რა გვარით. ხო და დამირეკავს ხოლმე, ანუ არც მეკითხება რომ აი რა ადგილას ხარ, კი აწერია იქ რაღაცა, მაგრამ აი მაინც სად მოვიდა, იმიტომ ჩვენთან მისამართები არ არის რომ ეს რაღაცა არა. უბნები და გვარები და რაღაც. და ასე მოდის ხოლმე. დამირეკავს ხოლმე. აი შენ შესახვევთან ავდგა. უკვე იმდენად მიცნობს. მივალ ხოლმე ვიკითხავ რაღაცა და ასე. ხო და ეჭვი მაქვს რომ ეგ მოიტანს. იმიტომ რომ ამ ბოლო ხანებში რაც შევუკვეთე, სუმაკას მოაქვს. აიმე. დღეს ბარბარე უნდა მიმეყვანა იუსტიციის სახლში პირადობისთვის. სკოლიდან, მაგრამ სკოლიდან რომ გამოვედი, აღმოვაჩინე რომ დაბადების მოწმობა არ მქონდა წარებული. ზოგადად დღეს ბევრი რამე დამავიწყდა რომ წამეხო. დამავიწყდა მანიკურების გაცვლა. არა, ვერ მოვასწარე. და დამავიწყდა. დამავიწყდა ნინოსთვის რეზინების წაღება, რადგან კიკინები მინდოდა გამიკეთებინა და ლალო მომცა. კლასელის დედა. სავარცხელი დამავიწყდა ლალო მომცა. ზოგადად მადლობა რომ ისწავლე, რაც უნდა წამიყო მაინც. ეგეც დამავიწყდა. სუფათაფუთით გავვარდი. და ვერ წავიღე პირისა რა დაბადების მოწმობა. ამიტომ ხვალ, როდესაც ბარბარე ბოლო გაკვეთილი შევა და დამირეკავს, მაგ პერიოდში ჩავალ მე იუსტიციის სახლში და თვითონაც მოვა მაგ დროს. ხო და ესე რომ ხვალე მაინც მიწევს გასვლა. მართლა მენატრება ერთი დღე მთელი დღე სახლში ყოფნა, ისე რომ რაი. სავარაუდოდ შაბათს არის ეგ დღე. 8 მარტია. რა ვიცი, გეგმები არაფერი არ მაქვს. საერთოდ და შაბათს უნდა დავიცინო. ხვალე უფრო ცოტა ადრე უნდა ავდგე, რადგან ბავშვები მარშრუტკით მიდიან სკოლის მარშრუტკით. რაშას ისა აქვს გვიან გაკვეთილი. და ხვალეც მომიწევს ადრე ადგო. ხვალე უთოს დღე იქნება. სარეცხის დღე იქნება. ამ წამს წყალი კი მოდის და ვრეცხა და მაგას ველოდები, მაგრამ თქვენთან ერთად. მაგრამ მარაგია ვავსეთ ჯერ და ისე დავიწყე სარეცხის რეცხვა. ხო და სავარაუდოდ ხვალე ჩემი ვარდო იმუშავებს ვირივით. სხვა გზა არ იქნება. სხვა გზა უბრალოდ არ იქნება.
ნახეთ შპარიელი როგორ ასწრო. გახსოვთ ეს რო გავაკეთე. როგორ ძალიან გულით მინდოდა ამ ოთახში ახლები ვინც ხართ, გეტყვით რომ ამ ოთახში იყო აი ესეთი ფერი შპარიელი, უფრო მუქი. ოღონდ იდეაში ეგეთი არ იყო. იმიტომ რომ ეგ შპარიელი შეიცვალა, ბარბარე რო იყო 2 წლისა არც კი, წარმოიდგინეთ. და აქ იდგა ხოლმე ფეჩი, შეშის ფეჩი. და აბა ის ბოლი და ის და აი ხა მაღლა რა სითეთრეც არის, აი ეს რაც ხდება გარშე. ამიანად. რა ქვია, ფარდების აკიც რა ქვია, ადრეც დამავიწყდა. ვიფიქრე რომ ანუ არ მინდოდა რა ახალი წელი მოდიოდა და მინდოდა რომ თან ის მე პირველი წელი იყო რომ გავცავკევდით ის ზამთარია და მეორე ზამთარი რომ ანუ ყველანი ერთად ცხოვრობდით 9 კაცი ამ ერთ ოთახში ვიყავით ყველანი და ის პირველი წელი იყო თუ რაღაცა რომ გადავნაწილდით მოკლედ ჩვენ აქ დავჭით ისინი თბილისში წავიდნენ და გადავწყვიტე რომ რაღაცა ახალი მინდოდა და ლაშას ვთხარი რომ მაღლა დავათეთრებ მეთქი და აიჭიჭყნებაო და ცუდად დაარჩება და დაემჩნევაო. ნუ ყოველ შემთხვევაში ლაშა რო წავიდა სამუშაოზე თუ რაღაცა გადავწყვიტე რომ მე მაინც გამეკეთებინა მეცადა და ვიფიქრე რომ იმაზე ლამაზი მაინც იქნებოდა რაც იყო იმიტომ რომ მithumetes ეს ადგილი სადაც ფეჩი იყო საშინლად ჩავ ემულსია ვიყიდე გავათხელე და დავიწყე მაღლა ჭერის გათეთრება და გამოვიდა იდეალური. ჭერი რო გავათეთრე მივხვდი რომ ის შავი შპარიელი აღარ ვხდებოდა და ჩამოვხი. და ჩემი YouTube-ის ხელფასით წავედი და შპარიელი ვიყიდე. და ლაშა მითხრა ჯერ არ გააკრავო, იმიტომ რაღაცა ძველებური სახებავი უსვია ამ კედლებს და მithumetes რომ ნახა რომ თეთრი შპარიელი მქონდა ნაყიდი, სითეთრე მიყვარს ძალიან. რაღაცა სისუფთავის და სისადავის და რაღაცა სიმშვიდის ფერია ჩემთვის. სისუფთავის ფერი. და ან მწვანე ფერი იყო კედლები და გამოვაო და მოკლედ დავგრუნტე, წებოწყავს, ყველაფერი ანუ რაც მითხრა გავაკეთე. და ეს ხდება დეკემბრის შუა რიცხვებში. დეკემბრის სადღაც 14-ში ჩამოვხი შპარიელი. და ძალიან ადვილი მეკონა. შპარიელი რო გავაკარი, აღმოვაჩინე რომ იცი როგორი ის მქონდა, ძველი ფარდები მქონდა და შპილკებით და წარამარას ძრებოდა რა ის ძველებური შპილკებით მოხსენე. ვიყიდე ეს ახალი ახლებური იმის კარნიზის პლასმასები და ეს ძველი ის გადავაკეთეთ ახალზე. ფარდები უნდა მეყიდა და ფარდები მზიამ გამომიგზავნა იტალიიდან ეს ორივე ფარდა რაც კიდი ესეც და სქელიც როიტყვიან დააკვდა. იმიტომ რომ ნახეთ როგორი ფერია. როგორი ფერია. აი ვერცხლის ფერში მიდის და აი ფერი წელს რომ მინდა რომ აი ეს შპარიელი ეს ახალი შპარიელი წელს მინდა რომ ეგეთი შპარიელი გავაკრა და აი დადათ დააკვდა ფარდებს არ ვცვლი მარტო მაგას ხო და მე ხო გავაკეთე მე ესენი ხო მოხსენით ახლა მე გავაკეთე კარნიზებიც მე დავამაგრე, იმიტომ რომ იმ პერიოდში ლაშა მითხრა რომ ეხლა ეს ყველაფერი რომ მიხსენი მოხსენა მოფლითეო, მე ვერ დაგეხმარები, იმიტომ რომ რაღაცა სხვა საქმე ჰქონდა ლაშას ტრენინგები და რაღაცები უტარდებოდა. ხო და ვერ მოასწრებოდა ცოდოხარო. არა მეთქი, მაინც უნდა გავაკეთე.
მოკლედ მინდოდა ნაძვისხე დამედგა სუფთა ოთახში, სადაც ნაძვისხე გამოჩნდებოდა. და არ მინდოდა ესეთ ფერში დამედგა, იმიტომ ნაძვისხე ფაქტურად არ ჩანდა. და 30-ში ღამე 12 თუ პირველ საათზე დავამაგრე კარნიზები, ლაშა არ იყო კიდე მოსული. დავკიდე ფარდები და მივხვდი, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი. 31 უნდა გათენებულიყო და ჯერ ნაძვისხე არ ედგა ბავშვებს. და ღამე 4-ის ნახევრამდე ავაწყე ნაძვისხე. მაგარი დაღლილი ვიყავი, მაგრამ ნინოს ემოციები რომ ახსენდება, ეგ დაღლა არაფერი არ არის. განათებია ყველაფრიანად, 31 რო თენდებოდა, მაშინ გავაკეთე. და 31-ში ნაძვისხე მედგა. სრული საგიჟე იყო 3 წლის წინ ამ ოთახში. და ყველაზე ცუდი რა არიცი? ყოველი რაღაცის გაფანცვალებს, აი, რაღაცა შევღებე, მოწმინდე, რაღაცა პატარა კუთხე ჩამოვაკარი, აქ ხო კრახმალი და რაღაცა სულ წმენდავდი, სულ თან ბავშვები აქ იყვნენ. ანუ თან აქ ვიყავით და თან ამ ოთახს ვაკეთებ. ძალიან აისი. ხო და ესე ვეცი და გავაკეთე. და გამოვიდა. მოასწარი, თორე გამოსვლით გამოვიდა და მოასწარი. აი ესე ბევრი ახლები ხართ და არ იცნობთ ბევრ ჩემს ძველ ვიდეოებს და ეხა რაღაცას რომ ეკითხება ხოლმე მას ხო არ ვეტყვი, რომ იცი რა, წადი და ამადან ვიდეოში მოძებნე, მეც არ ვიცი რომ აი თქვენთან ერთად კაია დროის გაყვანა, იმიტომ რომ რა ვიცი, რამდენი წუთი დარჩა საეცრს მანქანას, წერან 1 საათი და 10 წუთი ეწერა. რა ვიცი, 1.5 საათი მაინც დარჩებოდა ყველა ვარიანტში. წავედი ხა მე დაგემშვიდობებით, თქვენ ტკბილ-წილს გისურვებთ, ბევრს თქვენგანს გძინავთ. ზოგი დილით ნახავს ამ ვიდეოს, ჩავხედო იმას, ხალათები შემოვიტანო და მეძინე. ცოტა დავდო თავში. მაგრად მეძინე. მაგრამ საერთოდ მანქანას ვერ დავტოვებ. გადავწყვიტე, თმები აი ესე აღარ შევიკრა. იმიტომ რომ აი ესენი რომ აქ ცუდად მაქვს. ან ესე გავიყოფ ხოლმე. რას გავარ? ხო და აი ეს გახსენებაზე ის ბენდენა კაი იქნება. გაიგეთ? ხო, რაც შეეხება ნახატს, მე წეგან გითხარით, რომ ნახატის ვიდეოთი შემოგირთდებით მეთქი და არ დამვიწყებია. დავალაგე ქვები და რაღაცა, მაგრამ იმდენჯერ ჩაქრა შუქი. იმდენჯერ, რომ აი რო წარმოვიდგინე ქროწებოს გავშლით, იქვებს გავშლით, საღებავს რაღაცა და შუქი ჩაქრებოდა. ალაგე მე ჩაქრა მე. გინდა არ გინდა გარემოებებსია ჩემი მუზა დამოკიდებული და ყველაფერს. ისე გადავდე. თუმცა დიდი შანსია რომ დილაზე გავაკეთო. ხვალდილით სადაც ქათმები მისხედან ხოლმე, იქ პატარები რო გამოვყავ ხოლმე, იქ მაქვს ის მაგიდა, რაზეც ბოლოს არის საროჭკებს ვხატავ. რადგან არ ხერხდება ის რომ ან ძირის შეცვალოს ლაშამ და ან რაღაცა, თუმცა გამომიგზავნეს რომ ზუსტად იგივე მსგავსი მაგიდები მიჰაუსი ხო, ესე ქვია, იქ იყიდება, მაგრამ ეს წვრილ ხარჯები უკვე ძალიან ზემოთ მირტყავს ხოლმე, მიუხედავად მით უმეტეს რომ სხვა ხარჯებისთვის ვაგროვებ ფულს და ამიტომ წელსაც გამოვიტან იმ მაგიდას რაღაცნაირად
თუ შევძელი მე თვითონ მივამაგრებ, მე შეიძლება ლაშამაც შეავლოს ხელი, მაგრამ გამოვიტანო იქიდან. იმიტომ რომ უკვე მცხენია, კი არ არის ჯერ სასწრაფო, მაგრამ მე თვითონ არ შემიძლია სახში რომ შეკვეთა მიდევ და ვერ ვაკეთებ. არ ვაკეთებ. ხო და უკვე საროჭკების ხატვა უნდა დავწყო, პოსტს დავდებ Facebook-ზე, რომ ცოტა ადრე მომიტანონ, რადგან მე ფიზიკურად ვეღარ შევძლებ. წავედი ახლა. სხვა დილამდე დაგემშვიდობებით. ზოგისთვის ძილინებისა, ზოგისთვის დილამშვიდობისა. მოკლედ, ბედნიერ დღეს გისურვებთ რა, ვინც როდის გინდათ, მაშინ უყურებთ. ამ გოგოსაც ჩავყვანი ხა, გოგოები.